მინდა მოგიყვეთ ერთი წარმატებული მკურნალობის შესახებ. კლინიკაში შემოვიდა მამაკაცი 57 წლის, აუტანელი სახის ტკივილებით წელიწადში, რომელიც გადადიოდა ორივე ქვემო კიდურში. დავიწყეთ მკურნალობა რეზორბციის მეთოდით და შედეგმაც არ დააყუნა. პაციენტის საერთო მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და პაციენტი გამოჯანმრთელდა. ეხლა გაჩვენებთ MRT სლაიდებს, რა იყო მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შემდეგ. ესე იგი, მკურნალობის დასაწყისში ფიქსირდებოდა მე-4-მე-5 მალთაშორისი დისკის 18 მმ-იანი დიდი სეკვესტრირებული თიაქარი. მკურნალობის შემდეგ თიაქარი შეხორცდა, ანუ განიცადა რეზორბცია. ეს იყო, ეს არის. ამიტომ იცოდეთ, რომ ხერხემლის თიაქარი განაჩენი არ არის. ის ოპერაციის გარეშე რეზორბციის მეთოდით ხორცდება.